სოფლიოს 25 ქვეყანაში მცხოვრები ქართველების შესახებ რეპორტაჟები მომზადდება. პროექტი დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით ხორციელდება და ის მიზნად ისახავს ქართული დიასპორის ცხოვრებისა და საქმიანობის რაც შეიძლება სრულად ასახვას, საზღვარგარეთ და საქართველოში მცხოვრები ქართველების დაახლოებას და მათ შორის კომუნიკაციის დამყარებას შეუწყობს ხელს. რეპორტაჟების ნახვა ინტერნეტ ტელევიზიით იქნება შესაძლებელი. პროექტის პრეზენტაციას დღეს რეჟისორი ლაშა ონიანი და საოპერო მომღერალი თამარ ივერი, ამერიკაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ლაშა დარბაიძე ესწრებოდნენ. დღეს ისინი ახალ პროექტს დადებითად აფასებდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი რიცხვებში მცხოვრები თანამიმდევრების უდიდესი ნაწილი ინფორმაციას იღებს სწორედ ინტერნეტიდან, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ასეთ მნიშვნელოვანი წამოწყება და ამიტომ სახელმწიფო მინისტრის აპარატი დიასპორის საკითხებში ყველანაირად ხეს შეუწყობს აღნიშნულ პროექტს, რომ იყოს წარმატებული. 92 წლიდან ყოველი დღე გადაღებული მაქვს, აბსოლუტურად ვიდეო ჩანაწერები მაქვს. თითქმის 92 წლიდან თუ რამე ტექნიკური ფირმა, რაღაც კამერა, ვიდეო გამოსვლა ყველაფერზე მაქვს გადაღებული ის როგორც იცვლებოდა ტექნიკურად, ასევე იცვლებოდა ყოველდღიურად ხარისხი გადაღება და ახლობით 400 ვიდეო კასეტა მაქვს მე თვითონ ჩემს სამუშაო ოთახში.